მოკლედ შენაკულის განრიგი ესეთია რა. 10 საათზე გვაქვს ნიუსი, სამშაბათს ნიუსი არ არის, 4 შაბათს ნიუსი FOMC მენდიკი მინუცია, მაგრამ ეს FOMC დიდ მოძრაობას არ გამოიწვევს. 5 შაბათს unemployment claims-ი არის და პარასკევს ნიუსი არ გვაქვს. 2 შაბათი 10 საათის მერე შეგიძლიათ იტრეიდოთ. 3 შაბათიც AM-ის ტრეიდი შეიძლება, მაგრამ ჯობია ლონდონი წესით, ლონდონი აჯობებს. 4 შაბათს AM-ი შეიძლება ცუდი იყოს, პრემარკეტი ლონდონი იყოს უკეთესი. და 5 შაბათს AM-ი ჩაუბრალოდ კარგი იქნება. პარასკევს კიდევ ვნახოთ მთელი კვირის მოძრაობიდან გამომდინარე, როგორი იქნება AM. თუ დიდი მოძრაობა იყო მანამდე გაკეთებული, მაშინ PM-ი აჯობებს ბევრად. ახლა DXY-ს დავაკვირდეთ ისევ. წინა კვირას DXY-ზე ანალიზი მე არ ვიცი გავაკეთე თუ არა. მაგრამ მახსოვს რომ ბულიშია თქვა ვთქვი. და ავიდა კიდევაც. გავეგრე მახსოვს და. ახლა არ ვიცი. ახლა retracement-ი ქონდა range-ის discount-ში, კიდევ შეიძლება ერთი low გაიკეთოს და მერე სად შეიძლება გააგრძელოს. ეს აი აღებულია აქ. ხო, ეს აი ასაღები არის. weekly feroligებში ვართ, weekly feroligებიდან buy მოდელი უნდა დაიწყოს, წინა კვირის lows თუ ავიღებ და მერე წავალთ ზემოთ, swing point-ი აკეთდება და წავალთ კარგად ამ equal high-ისკენ და high-ისკენ. მე მგონი ნორმალური აზრია და monthly feroligებიც იქნება კაი ტარგეტი. ეხლა გადავიდეთ ჩვენს Nasdaq-ზე. ტარარარა. დავარესეთო ეს. ეს. მოკლედ, Nasdaq-ზე კონსოლიდაციაში ვართ უკვე 1 2 3 4 5 მე 6 კვირა. 5 დღეს რა დამიჩვენებს? კონსოლიდაცია მარკეტზე და რასაც მე ახლა ვფიქრობ რომ მარკეტზე მოხდება, გადავხედო კარგად. დიდი დისპლეისმენტი გვაქვს ქვემოთ. ახლა დავადის რესპექტე დავდივართ ზემოთ. რავი, ეს ლოუები ჩემი აზრით კაი ტარგეტი არის. მაგრამ რავი, აი რთულია ახლა მარკეტის გაანალიზება. ES-ი ბულიშია და შეიძლება ჩავალდი ვფიქრო რომ ჰაიბისკენ მიდის ES-ი. ეს კონსოლიდაციის გამოა რა ჩამოვიდა daily feroligებში, ამ მინორჯისაც არ ესპექტებს და ჩავალდეთ შეიძლება ES-ი იფიქრო რომ მარკეტი წავა ზემოთ რა. NQ-ზეც იგივე ფიქრი შეიძლება რომ მარკეტი ბულიში არის, მაგრამ ეს როდის დაიდრობა? AM-ის მერე იმან დაიდრობა. ხო. მაგრამ მაინც კონსოლიდაციაში ვართ რა. აქ daily-ზე bearish ძალიან არ არიან სინქრონში საერთოდ. NQ და ES-ი. აკლიეთ, მაგრამ უფრო ბულიშისკენ გადავიხდებოდი, რადგან ES კარგი სტრუქტურა აქვს. ამას არც bearish-ს აქვს აი სტრუქტურა, არც bullish-ს სრულად bearish target-ია ეს თორე. ამის იქით მე target-ს ჯერ ვერ ხედავ. კარგია ამ order box-ს თუ გაიკეთებს, მე კიდევ ვიფიქრებ რომ ამ low-ებისკენ წამოვა, მაგრამ ჯერჯერობით შუაშია გაჭედილი მარკეტი. აი ჩათვალეთ, აი ესე არის, აი. აი მე შორის არის. აი ეს. აქ ტრიალებს. მოკლედ მოგიწევთ ხალხო ძირითადად მარკეტზე შეხედო და იმ სტრუქტურით ტრეიდი, რა სტრუქტურასაც მარკეტი სატრიდო დროს ჩამოყალიბებს. ამის დისრესპექტიც არ მოწონს, ძალიან რაღაცას სულელურად ადის, 1 2 3-ია ესე. პროსტა ავიდა დისრესპექტი გააკეთ ამ bearish feroligებს, მაგრამ აქ მაინც order block-ი გვაქვს. კაი order block-ია ეს. crude oil. crude oil-ის მარკეტი ქვემოთ ჩამოდის. monthly feroligებში ვართ. წინა თუ ის low-ს აღებული არის. აქედან რავი, წესით ეს low-ები კაი ტარგეტი არის. აქ რა low-ებიც გვაქვს. შვენიერი ტარგეტია ეკონომიკური მოვლენების გათვალისწინებით და გამოდიებით. მაგრამ ფას როგორც ეთყობა, შეიძლება retracement-ი კონდეს, იმიტომ რომ აქ ბევრი ადგილია რაც დაუბალანსებელია ეგ. ეს new opening-ებია როგორც ხვდები, არა new daily opening-ებია ძალიან დიდი. მოკლედ, crude oil-ის ტრეიდი აი ამ ომიდან გამომდინარე არ მინდა. მთელი აქ ეს დრო მარტი swing trade-ებს ხმდი რომ ეს აი მოეხსნა და არც დღე არ მოხსნა. სამ. ძირითადად Nasdaq-ს ვტრეიდებ, Nasdaq-ი, ES-ი და crude oil. ძირითადად ეგენია. ერთვენი გეპი შეიძლება დააბალანსოს, ვიცი რომ თქვი, მაგის თქმა დამოვიწყდა მაგის ჩვენება. მოკლედ, monthly ახალი სანთელი გაიხსნა. ამ გეპში თუ ჩამოვალთ
ჯერჯერობით რავი მე პირადად დამჭირდება ეს daily order block აკეთეს ან displacement-ი კონდეს ქვემოთ. მაგრამ რაც ახლა ვუყურებ, ეს wiki არის ჩვენი იმბალანსი ამ შემთხვევაში. აი ამ სამთელმა თუ low აი აქ დატოვა, გაიკეთა. ესე იგი, რასაც ვფიქრობდი წინა კვირას, რომ consequent encroachment-ზე ნახევარზე ჩამოვიდა და გაგრძელებდა ზემოსვლას, აი აქედან თუ დავიწყეთ ზემოსვლა, ესე იგი, თვეური low გაკეთებული იქნება და კიდე ახალ high-ებს ავიღებთ რა. ხო. იმიტომ რომ აი მარკეტზეც რო წაიკითხოთ რა, ეს მოძრაობა ქვემოთ და მე აქ ასლო ნიშნავს, რომ აქ რაღაც ფასმა დააბალანსა retracement-ი ქონდა, აქ ავიდა ეს იმბალანსი დატოვა და შეიძლება ამ იმბალანსიდან low გავიკეთოთ უკვე და წავიდეთ ზემოთ. რა თუ არა და თუ daily-ზე მაგალითად უფრო მეტი ბიარის სტრუქტურა მომცა კონსოლიდაციის გარეთ, ჩაოლარ შეიძლება მის შემდეგ უკვე ამ monthly ფეროლოგების დათარგეთება. ამ loss და მის ქვემოთაც შეიძლება კიდე. წინაზე ხა აქ რო ჩამოდიოდა, აქ გვინდოდა რომ ამ low-ზე ჩამოსულიყო თუ რაღაც monthly ფეროლოგები იყო მანდ. წინა კვირაში ზიანაზება და ბინერში იქნება. ოკეი. დამწყებებს გიჩვენებთ რომ ტრეიდი მარტო ნიუსიან დღეებში გახსნათ. თუ New York AM-ზე ტრეიდობთ. თლად დისკაუნტ არ ჩამოვივითო? მაგის თქვა ჯერ ადრე არის. მორეს რო თქვა ბოლოს swing trade-ებს როგორ ხსნიდი პროფილებზე როგორ ხდება ეგ? დღის დასწრებში ხსნიდი და დღის ბოლოს ხურავდი. swing trade-ი არა, intraday trade-ები უფრო. Ta. ერთი MS-ის მაგალითად შემიძლია მაჩვენო. რა? კი. აჰა. აჰა. So, market structure to bearish. Euro wadi to Audi. So this is the bearish got bullish. Euro USD. ავი არ ტრეიდობ მაგას, მაგრამ DXY-ზე რაც ვთქვი, ანუ პირიქით იქნებოდა Euro USD-ს. ამ low-ი იყო, weekly furlogები შევიდა. აქედან ბიარის სტრუქტურა და short-ების ტრეიდი შეიძლება. ამ range-ის პრემიუმში ავა ალბათ შემდეგ კვირას და მერე ჩამოვა. ხო. და ამ range-ის discount-ს დააბალანსებს სავარაუდოდ ისო. ვარა ის YouTube-ზე არ ვიცი. თუ დარეკორდა კარგად, დავდებ. ბიხორ ბიარ ვართ, ეგრე ზუსტად ვერ ვიტყვი რა. ESC-ზე იმენა ბულიშია. ნახოთ, მე მერჩევნია მარკეტში ხედავ და ისე ვითრეიდო. კინაღამ ლეპტოპს დავარტყი ხელი. გასევასება ტროლავ. დავალი მოტორის გამო ლეველზე არა, მაგრამ დემოსაც არ მევასება, აღარ მევასება არც მე ფორექსი. ადრე ტრეიდებდი. გირჩევთ ხალხო ფიუჩერსზე გადმოხვიდეთ. მარკეტს განვიხილოთ ჩეკ. ეხლა მე რა ტრეიდს გავხსენი, მოდი ეგ განვიხილოთ რა. ჩემი ტრეიდი იყო გახსნილი ორშაბათს. სად არის? ეს Euro USD-ა. ორშაბათს იყო? ჩემ ტრეიდი იყო გახსნილი 29-ში. აი ეს 22-ია. ძალიან წამოვედი. 29. აი მან მომატყუა. ჯუდას ვინგში მოვყავი ხალხო. მე დავთ მენტორებიც ხვდებიან ჯუდას ვინგში ხანდახან.
ნინეცი გაქვს დაკარგული. Live account-ები ტრეიდოდი მე თავიდან და რაღაც 3 თუ 4 live account-ი მაქვს დაკარგული. Thank God it's Friday თუ ეგეც აგვიხსენი უცებ მაგას ვერ ახსნის, მაგრამ პარასკევს აქვს retracement-ი weekly მოძრაობის, რომ week-ი გაიკეთოს weekly-ს ანთელმა. Judas swing რა არის? Fake swing. მოკლედ, აი ესეთ სიტუაცია. მარკეტზე, კვირას ანალიზი რომ მქონდა გაკეთებული, უფრო bearish-ისგან მიხრებოდი, მახსოვს ამ daily order block-ი გვაქვს აქ. შემდეგ აქ high-ებზე SMT გვაქვს, როგორც ვიცი. აი ამ high-ზე SMT არის. მაქედან გაკეთდა 15 წუთიანზე ეს inversion-ი აქ წინათ დარესპექტებული. და რა ვიცი, ულამაზესი low-ები მაქვს რა. მოკლედ თუ bearish-ი იყო, აი ამ inversion-ს არ დაადისრესპექტებდა რა, ეგიდია მქონდა. თუ არ და bias-ი მაქვს არასწორი თქო და ესე იგი weekly SMT-ს high არ გავუკეთებია მეთქი. ავიდა აქ ინტერნალ манипуляცია, ველოდები displacements, აგერ აი იმის ქვემოთ როგორც კი ჩაიხურა. ამის ქვემოთ ანი რო ჩაახურა. გამოხაზოთ მარჯვნივ. აქ შევედი short-ში. Stop loss-ი მედო ამ high-ზე. Take profit-ი კიდე მედო ამ low-ზე. და წგაბა. так. მე ზემოთ წავიდა, ანუ bias-ში ვიყავი არასწორი. თორე setup-ი იდეალური იყო. Setup-ს არაფერი არ იწუნება. უბრალოდ მიმართულება მქონდა არასწორი. ძალიან პატარა, რატო იყო პატარა? აი, იქ ერთ წუთიანზე, ეგ არ ცulis იმას, რომ მარკეტზე მიმართულებაში არასწორი ვიყავი როგორ. აი, ზოგ ავტოგრაფში. კიზურაში. დავდებ ალბათ YouTube-ზე. მე ტრეიდი წინა კვირას არ გამიხსნია. მე live-ში გაიხსნა ტრეიდები. მაგათ განვიხილავ ხალხ თუ გინდათ. live-ში წინა კვირას გაიხსნა აუკლეთ ერთი ტრეიდი 4 შაბათს გაიხსნა ერთი ტრეიდი წინა კვირას. ეგეც მოგები დასრულდა. რავი, ანუ არ იყო წინა კვირა მარტივი სატრეიდო რა. ეს ტრეიდი კაი იყო, რაც ბაცუმ გახსნა 4 შაბათამდე გადავახვიო. მოკლედ 4 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი. აი ეს მარტივად მარკეტზე bearish-ი ვართ. ჩვენ target-ი იყო რა low full tip-ისად ქონდა ბაწოს 30.12. ესაა target-ი. თუ ეს low რავი რაღაც ეგრე ჩანს. მოკლედ მარკეტზე bearish-ი ვართ. ეს bearish 1 საათიანი ფეროლგები აქვს მონიშნული და ეს breaker block-ი აგერ მარჯვნივ. გარდა მარცხნივ breaker block-ი აქეთ. მე 5 წუთიანზე გადავიდეთ. მარკეტს ქონდა displacement-ი. დაველოდოთ. ეს ჩვენი ინტერნალ манипуляცია. და displacement-ი რო ქონდა მარკეტს. აქ ამ inversion-ზე აქვს ბაცოს გაშორტილი. აქ რო უყურებთ აი ამას. აქედან არის short შესული. Stop loss-ი უყენია აი ამ high-ზე. და take profit-ი იყენა აი ამ low-ზე. ეს და SMT იყო კიდე high-ებზე როგორც ვიცი. შემდეგ უკვე trade-ში როცა იყო, ESM SI აიღო, NQS-ი არა უღია. მე stop loss ჩამოვიტანეს ამ high-ზე. აი ამ displacement-ის მე ამ high-ზე იყო stop loss-ი. და შემდეგ უკვე აი აქ რომ market-მა ეს low აიღო და ეს low-ები, stop loss-ი უკვე break-even-ზე გადაიტანეს და თალში უკვე ელოდებოდნენ ამან პირველ take profit-ი აქ აიღო, თალში full take profit-ი აქ იყო.
სადაც გაკეთდა $40,560 ყველა აკაუნტზე ერთად. ეს ვეჩკაი ტრეიდი იყო, რაც გახსნა. წინათვისის live trading-ის სტატისტიკა 6 მოგება 2 წაგება. ხო, ფეით ეგრე იყო. მაგრამ ვიცი რომ ერთ წაგებაში კიდევ, მაინც წაგება სად არის? ეს full წაგება იყო. და მე იმ წაგების მერე ერთ ტრეიდი მოვიგეთ, ეგრე როგორც ვიცი. 20-ზე მეტია ეს. მოჭოლი მიმაგდო ბაწო. აკაუნტი ამას არ აყოფა. ნამდვილად რო ბრავო. აი ესენი და აი ესენი დაუწერეთ ბაწოს. აქ არ არის, მაგრამ ხო ნახავს. ბაწოს თავისი პროფილმა აქვს. უკვე პროფილები ამოეწურა. და რაღაცა ფანდე დაჯდომა იყიდა. So.